დაშალაშულდეს. თითო თავიდანვე უცნაური ბავშვი რო იყო. აი ზოგჯერ ერთი ძველი კარები ქონდა ალაყაფის ხის კარები და იმ კარებში ასე შემოფრინდებოდა და რაღაცნაირად იქცეოდა და ვერ გვესმოდა ეს ბავშვი რასაკეთებდა და ჩემსაც ვერ ესმოდა და მეზობლები გვყავდა და ისე მორწმუნეები იყვნენ ერთი ნინა და მარო. ой ისაო ეს ღვთის მონაბიჯიო. მე მაგონდება ჩვენ დღეები. როგორ იყო მასხივონდა როგორ მიყავით ჩვენ. ეკლესიებს აშენებდა სულ ააშენებდა და მეტყოდა აბა შენი თოჯინა მომეცი და ჩასვავდა და ზარი აუცილებლად თონა მე რეკავდა იმ ზარს და ის თოჯინა იყო იმ ეკლესიაში და მოკლედ აი სულ ეკლესიურ რაღაცებს აკეთებდა რასაც ხედავდა ეკლესიაში იმას აკეთებდა. როგორ დაიბადა ეს საეკლესიო ნებში ძვებოდა. გაბრიელმა მითხრა ახლა ყველაფერი უნდა გიცხრაო. რა მეთქი და მართალი სასახიო. აი ბეზოსია მაშინა. თავი სახლის ისე აი ხო ისე პატარა საფურავი ვისაო. აი აქ მე ვიძინებდი ხოლმე ზაფხულში რა ცხოვრობდა. ერთღამეს სათაურა ხო დავიძინო. საათის ესე იქნებოდა 2-ო, ღამეო, უცათო მომესო რაღაც ისეთი რაღაც მოიელივით რაღაც მოვდა. ესე შეხედე ესე გავახილე თვალიო და დავინახეო რომ ბანჯგვლიანიო, დიდი რაღაც აი როგორც ხერხი, როგორც მაიმუნი, ეგრე ხებით დამადგა თავზეო. ხები და მითხრაო. შენ ლაწირაკო. შენ და შემებრძოლო მეო, ლაწირაკო და ესე იგი დამარტყავდა, რომ დამარტყავო, ესე იგი სულ თავში რომ ჩამარტყავო, ესე იგი უცათავ დამიწყო ზრიალი თავმა, ესე იგი და გავითიშეო. ჩემთვისაც უცხო. გავითიშეო. რომ ესე იგი რომ გავითიშეო, ესე იგი ამდენი ხანი ვიყავი არ ვიციო და მე მომასულიერესო, რომ მომასულიერესო, ჩემებმა კიდე დედაჩება და ჩემო და არ იქო ესო ალბათ გაგიძაო და წამიყვანესო ფსიქიატრიულშიო. პატარობიდან დაიბადა 5 შვილად. აი აქ ეს ზოში ექინა და ელმა როგორ მეხვიდა აი ეს ფრთიანი ვიღაცა მედგა თავზეო. ჩვენ კიდე არ გვჯეროდა, მაგრამ აი დაგვჯერებდი. ხომ მოხდა ყველაფერი ეს ხუჭე. ერთხელ აი გამახსენდა დედაჩემ იცო გაბრიელი არ არის არსად. სად არის გაბრიელი? დედაჩემმა მითხრა ჯულა მოდი მე და შენ ბეთანიაში ავიდეთო. გამეხარდა წავიდეთ მეთქი ბეთანიაში. და წავედი და ალბათ ბეთანიამდე კი ვიყავი ავტობუსით ვიარეთ იქ ისეთი მინდვრები იყოს. და იქიდან კიდე ფეხით ამ ტყეებში ვიარეთ. ადი ეს ფერდობი ჩადი, ადი ეს ორი ქალი მივდივართ. მივედით და გაბრიელი დაგვდა იქ. ისე გაგვეხარდა რომ ვნახეთ აი გაბრიელი არა და არსად იყო არ ვიცოდით. ხო და მივედით და გაბრიელი ჩუბად აგური ავად მყოფი ბერია ავად მყოფი მაშინ ორივე ცოცხლები იყვნენ გიორგი და ივანე. დედაჩემი დროთა განმავლობაში სულ მეუბნეოდა იცი რაო ჯულაო მე რომ მოვკვდებიო გაბრიელის გვერდზე დამასაფლავე. ვეტყოდი რაც როგორ უნდა გასაფლავო გაბრიელის გვერდზე. იქ მონაზვნების ადგილია, შენ როგორ უნდა ვინ დაგასაფლავებს იქ. ბარბარე გახდა მონოზანიანა. შედა რა კაცი ხარ და ისეთ ერთმანეთს ეს არანაირი გიშიაო. ეს არაბჭულად ლაპარაკობ, ამაზე იძახიან ესია მეუციათ მე თორ გიჟიაო. დაბა მეთქი და ამკეცე მე თუ გიჟი ვარ თუ სოლოპონ კაცები. სწორედ მაგასი აღდათ სალობა მეთქე და ვერ გაგიგებ. მამა გაბრიელი იყო საოცარი მასწავლებელი, აი მაშინ შეიძლება ვერ იგებდი რატო აკეთებდა ამ მოქმედებას ამ საქციეს, მაგრამ ეხლა როცა მამების ცხოვრებას ვკითხულობ, ყველაფერი ის მაგონდება და უკვე იხსნება, ცოტა მაინც იხსნება თუ ბევრი და მახსოვს ერთმა ქალმა მოუტანა პერაშკები, მამა გაბრიელი იყო ავად.
და მამა გაბრიელთან იწვა მამა გაბრიელი ეს ქალი მოვიდა ხალბატონი მე ჩემი ხელით გამოვაცხევ ეს პერაშკები და მინდა რომ თქვენო მიირცვათო და თან ხელით ესე ეფერება თითქოს გადი ქალო აქედან რას მეთომარები ბერი ვარ ქალი ესე გამოვამ ზუსტად ესეთ მოქმედები იცი კი ჩვენ ამით იცი რა გვაჩვენა ის ბერი რო იყო და იმაზე ის არაფერი არ მოქმედებდა ის დიდი იყო მაგრამ ამით გვაჩვენებდა რომ არ შეიძლება სასულიერო პირთან ასე ახლოს არ შეიძლება მის შეხება არ შეიძლება ეს ჩვენ ხორციელი კი არ უნდა გვიყვარდეს მაშინ სულიერი უნდა გვიყვარდეს და საქმე იმაში არის რომ მამა გაბრიელი საოცარი იყო ღმერთ შემოსილი მამა იყო და აი ეს გიზიდავდა ღმერთი გიზიდავდა მაშინ მამა გაბრიელი ჯერჯერობით მიწიურად შერაცხული არის ეს ის პატრიარქოსგან ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად შერაცხული ღმერთმა შერაცხა ღმერთს რომ არ შეერაცხა ასეთი დიდი სასწაულები და ასეთი დიდი კურნებები არ მოხდებოდა ამიტომაც რადგანაც ასეთი დიდი სასწაულები ხდება ეს იმას ნიშნავს და უამრავი ეპისკოპოსიც ამოწმებს რომ მამა გაბრიელი ნამდვილად არის წმინდა მამა რომელიც ღმერთმა შერაცხა და თავის წმინდა დასში შეიყვანა მამა გაბრიელი იყო პირველი მოძღვარი რომელსაც გაგვიყვანა ჩვენ გზა აი ამ ცხოვრებისაგან ეს არ ხდება მეგეთ სისხლით არის და ცრემლისა და დიდი რუდუნები დიდი ლოცვით არის საქართველოს ბიძა გაჟღენთილი რომ აი წინაპარას ნაკვალები ჩვენ არ გვტოებსო და მაინც აღორდნა ხო იცით ნათქვამი ამ ქართული ამდაზა რომ სამთელ საქმეველი თავისას არ დაკარგავს და ის მამა გაბრიელი არის აღტებული ლამპარი ჩვენთვის ცხოვრების აი ბერი სულიერი პირი რომ წინამძღოლი აი ასეთი უნდა იყოს მოძღვრის შემართება მოძღვრის ცხოვრება როგორც იყო მამა გაბრიელი და მოვათ რომ უდიდესი პიროვნება ჩვენ მაშინ ვერ ვაცნობიერებდით რომ ჩვენ მიგვიად გაგვერჩი და ვინ იყო მამა გაბრიელი მამა გაბრიელი ძალიან დიდი პიროვნება აი როგორც არიან ქრისტეს პისტოლელი სალოსნი აი შეიძლება მოგეჩვენებინა მამა გაბრიელი სულელად თავმოგასწრებდა შესაძლოა არ იყო მისი მსახურება იყო ერთადერთი უდიდესი მაგნური მსახურება და უფალს არცასიარებდნენ ასე იყო ჩვენი გაბრიელი და ძალიან უყვარდა მამა დავითის ეკლესიას ძალიან უყვარდა იქავიდოდა ხოლმე სულ საგვიჭნაუები თუ ის სარდაფები ყველაფერს მიალაგებდა და ზიარებისთვის როგორ ემზადებოდა 6 საათზე უკვე იქ იყო სევით ასული ფეხით და ელოდებოდა ზიარებას ხვალუნა წმინდა დავითის ეკლესიაში ვეზიარო და ეს იყო მაგისთვის უდიდესი დღესასწაული. Gabriel, ესე იგი იყო ჩემი ესე იგი უახლოესი მეგობარიც იყო ასე ვთქვათ და ერთ ღვთის მსახური ვიყავით ერთ ღვთის მსახური მაგრამ შეიძლება გიჯი ჭკვიანი იქნეს მაგრამ ჭკვიანი გიჯი იქნეს მაგრამ გიჯი თავის ხელში არ შემოწმება სიტყვა ღმერთიდან გამოჩეკების და მიაწვეს იმას ესე ისაც მისაწოდნელი მინდა მამები გვასწავლია დიდი წინასწარმეტყველად ტოვებს რა თავის ფიზიკურ სხეულს ის არ ტოვებს სულიერად თავის ხალხს ამიტომაც რა თავის მისიას მის სულიერ მემკვიდრეში ერთად შევედით მე და მამა ნიკოლოზი და მე მიყურებდა მამა გაბრიელი რადგანაც თვალებში და მამა ნიკოლოზ უთხრა რომ ნიკოლოზ მოდი ჩემთანო და აი ესე დაიჩოქა ნიკოლოზი დაიჩოქა და აი ესე მუხლის ჩოქვით მივიდა მასთან და კურთხევა იყო მისთან ბოლომდე დაუხარა დავი და მიყურებდა თვალებში იცი მამა გაბრიელი ჩარჩა მეხსიერებაში და მე მივხვდი რომ აი ეს არის მონასტერი საერთოდ აი ეს ერთი პატარა რაღაცა და აქ უკვე გამოხატული იყო მთელი მონასტერი აი მორჩილებით სიყვარულით სიმდაბლით მოცემული მამა
მაგაბრიელმა მოვლენა არისო და კიდე ხოლმე ესეთიო მოვლენა არისო და თქვენ არიცითო თქვენი შვილიო რა იქნება როგორ იქნებაო და თავისი სიტყვით დაემონება ქვეყნიერება მაგასთანო მისვლაო და ხელზე კოცნაო და ისაო დიდი მიღწევა იქნებაო ყველა ადამიანის Sophotis cacito cori Vanos emiscar Sophotis Raflar beharika isachiotis Galva martal samlop sam galva